ასე რომ უკრაინაში ომის დამთავრება ტრამპზე ყოფილა დამოკიდებული, თქვენაც ეგ ფიქრობთ? არა. ეგ გაგრძელდება. არანაირი პირი არ უჩანს ამას. ეგ თვითონ უნდა დაყაროს ფარხმალი მთავრობამ, რომელსაც სათავეში ზელენსკი უდგას. აი მან უნდა თქვას, რომ აფსევერ შევაჩერეთ. ამას გააკეთებს. ან ხალხი უნდა აუჯანყდეს, განხეთქილება მოხდეს რადაში, ოპოზიციონერი ყავდეს ამას და როგორც გიტლერს ტყავი გააძრეს გერმანელებმა ბოლოს, ასევე მოიქცნენ ზელენსკის გააქციონ მანდატი, ანუ დამთავრდება ამით. ამას პირი არ უჩანს, ხო? არა, შეგვე აი როგორც ავღანეთში 30 წელზე მეტი მიდიოდა რაკეტების ჭახაჭუხი და ბაზარში ხალხი ვაჭრობდა. აი მას რატომღაც ახალ მოცემულობაში ხალხი შეეგუა რაღაც გარკვეულ ადგილზე ომია, რაღაცა ჭხუბია, იქ არ შევალმე და აქეთ ვიცხოვრებ. აი კიევი მაგალითად არის ნაკრძალი, ცხოვრება დუხს, რესტორნებშიც დადიან, არაფერი არ შეცემულა ქალაქ კიევში რო იცოდეთ. სხვაგან იქით ხალხი აიყარა და პოლიგონად, აი საწუთნელი რაღაცა დააცარიელეს და ერთმანეთს ცდიან იარაღებს დასავლეთი და რუსეთი. და ხალხსაც ახოცინებენ ერთმანეთს. ხო, ესე იგი, ვარჯიშები, საწუთნელი საომარი ვარჯიშები, აი ესეთი ცარიელი ტყვეებით რომ მიდიოდა რაღაც, ხო, ესეთი ტყვე, ხალასტოი ტყვეებით, ეხლა მიდის ნამდვილი რა, ნამდვილი ბრძოლა მიდის. პოლიგონად არის რაღაც ტერიტორია. მაგრამ ქალაქები არის, რომელსაც ბომბი არ ჩავარდნილა უკრაინის ქალაქები. რატომაც იქ არ შედიან. და აი ეს ახლა გვაფიქრებინებს ბევრ ამას და რა, ყოვლის მომცველი ომი სწრაფად გაჩერდება ახლა რომ შეეხო ყველას. აი კიევს არ ეხება, მთავრობას არ ეხება, მინისტრებს არ ეხება, მათ შვილებს არ ეხება და რატო გააჩერებენ ამას? ჯოგს კიდე აგერ, მიდი რა იომი არ გინდა აგერ, თოფი და აგერი. რაჯობი ახალგაზრდას კიდე ხო იცი თავში ჩიტები უკრის რა. შეტენე პატრიოტიზმი და დამთავრდა. თოფი მიეცი და იომოს. ასე რომ თქვენ დარწმუნებული ხართ რომ 20 იანვრიდან ტრამპი ესე იგი იმავე წუთში ჰოპ და ხელს აწევს და ომი გაჩერდება. არა კაცო, არა. აი გაგრძელდება. თვითონ უკრაინელები არ გაჩერდებიან ჯერჯერობით, იმიტომ რომ მაგრად შეყოფილი აქვთ მაგათ და ხალხი დაიხოცა, ბოღმები, შური, სიძულვილია დათესილი რუსების მიერ, იმიტომ რომ ხალხი დაიხოცა და ახლა წარმოიდგინე ოჯახი, რომელსაც შვილი, ქმარი მოუკლეს, დაინვალიდეს, იმას რუსებს შეაყვარებ ახლა. რას ლაპარაკობთ? სიძულვილია, ხო აი როგორც სააკაშვილის რეჟიმის სიძულვილი ქართველებს რატო აქვს? ვინც გამოცადა ეს ტანჯვა? ხალმა ქმარი რომ მოუკლა სააკაშვილს დაუინვალიდა, შვილი დაუინვალიდა. იმას გააგონებს სააკაშვილს არ გამაგიჟოთ რა. და ეგენი ჯერ ხوار გამოსულან. ესეთი ადამიანის ბუნება რა. და რუსეთში, იმაში უკრაინაში ბიჭო მასშტაბებია ისეთი რომ 9 მილიონს მიაღწია უკვე უკრაინელი მოსახლეობის ბავშვების დახოცვა, აქეთ რუსები, ხო, იქითაც სიძულვილი იქნება. ხო, რუსებს სიძულვილი არ იქნება თუ უკრაინელების შვილი რომ მოუკალი, ქმარი რომ მოუკალი? როგორ გინდათ ეს გაანეიტრალოთ? ისა რა ქვია ტრამპი ქრისტია? სიძულვილს როგორ ამოიღებს? სიძულვილი მაინც იქნება. ეხლა ოსეთსა და საქართველოში დაპირისპირება, მაგრამ სიძულვილი ოსების მიმართ ქართველებშიც არის, იმ ოჯახმა ვინც იწვნია. და ამიტომ როგორ გაუტყდათ, როცა თქვა რომ შევერიგებდი ბოდის მოუხდი, გაგიჟდნენ. იცი ვინ? ვინც იქ ტრაგედია ოჯახში დაუჯდა. შვილი მოუკლეს ოსებმა, ოსეთის ტეულ აწამეს. ასევე ოსებს აქვს სიძულვილი, ოსებშიდაც ბევრი შვილი მოუკლეს გამიგეთ ქართველებმა. აი ეს როგორ უნდა შეარიგოთ? აი სიძულვილი როგორ უნდა გარდაიქმნას სიყვარულად თუ შეგიძლიათ მითხარით. ამიტომ აქეთ არაფერი არ გამოვა. ხო, დაპირისპირება არ არის, მაგრამ სიძულვილი ერთ მხარეზეც არის და მეორე მხარეზეც. აი წლები უნდა მაგას რომ დაიხოცება მოძული ხალხი და უკვე ჩვენ აი როგორც მაგალითად თურქეთს ქართველს არანაირი სიძულვილი არ აქვს თურქების მიმართ. მაგრამ ახლა უცებ რო დავუნდეთ მე-17 საუკუნეში, ხო გაგიჟდებიან ის ქართველები. შვილები რო მოსტაცეს, გაუყიდეს, რამდენი ბავშვები ვიცი გაყიდული სტამბოლის ბაზარზე. აი ახლა თურქეთის სიძულვილი ქართველს ხო მართლა არ აქვს. არანაირი აბსოლუტურად რა. გადადიან იქით, მუშაობენ, მეგობრობენ, თურქები შემოიყვანეთ, თურქებს არავინ არ აგინებს, არავინ არ ეჩხუბება, რუსების სიძულვილი არის. და რატო ამასაც გეტყვით? აი რუსები შემოვიდნენ ოსებთან ერთად, აფხაზეთთან ერთად იჩხუბეს, ბავშვები დახოცეს ქართველების, მესმის ქართველებისა, რატო აქვს რუსების სიძულვილი, მაგრამ არ მესის იმ ქართველისა აბსოლუტურად თუ არ შეგეხო შე რატო გაქვს სიძულვილი.
არ მესმის იმ ქართველისა, რომელსაც საბჭოთა კავშირში არ გაუვლია 30-იან წლები, 70-იან წლები და სულ ფოფინსა და ღაღანში იყო საბჭოთა პერიოდში. ლაშა ბუღაძეს ოჯახი, ამას სიძულვილი რატო აქვს? შეუძლია აღვიხსნას. თუ ჩვენი სიძულვილის გამო არის ეგა. ეს არის მატრაბაზობას აქვს ადგილი. ამათი არ მესმის, იმისი მესმის სიძულვილი რატო გაქვს? კი არა, ვამართლებ რომ სიძულვილი არაქრისტიანული არის და ამას ღმერთის გარეშე ვინ აღმოფხურის თავის გონებიდან და გულიდან ხო? ღმერთი უნდა შეგეხოს რომ მტერი შეიყვარო. ამიტომ ქრისტიანობა როგორია საქართველოში? ხო, ქრისტეს იყენებთ. მის ადგილზე სატანაა და იმას სიძულვილი აქვს. სატანას სიყვარული არ აქვს. სიყვარული ღმერთს აქვს. ამიტომ არის საქართველოში სატანური რელიგია. სიძულვილის, ერთმანეთის, გაუტანლობის. და რომელი ევროპაში მიდიხართ? სიძულვილით ევროპაში იქ რა გონიათ რა ანგელოზები არიან? იქ სიძულვილის ქემანის მაგარი მკაცრი კანონებით აჩერებენ. და მაგიტომ იძახი ტრამპი როგორ გააჩერებს ამას მეთქი. სიძულვილს როგორ გააჩერებ? იცით რა ანტაგონიზმი იქნება მერე? შენ უნდა დიქტატურა გაუშვა. ხო, რა ვიცი, მე არ მისახება ეს რა. ღმერთის ჩარევის გარეშე გამორიცხულია მეგობრებო. ტრამპი იქნება უკრაინაში ომი გაჩერდება. ომი არა ის ომი არის გულში. ადამიანის გულში რო არის ომი, ეგ არის პრობლემა. რომ არ ყოფილიყო გულში ომში, თუ ჩემში არ არის ომი, რაც არ უნდა მითხრას ახლა მთავრობამ, აგეთ თოფი და წადი ახლა ეომე ავღანეთში ვიღაც, მაგას გავაკეთებ მე? არა რა, რას ლაპარაკობ? გულია ვერ მოკლავ იმას, ვერ გავიგე რატო უნდა მოკლა ავღანელი. უფრო მეძღეთ ყი აფხაზეთში. ხო, კიდე კაი ამ უკვე განცდა აღარ მქონდა, კიდე კაი, მადლობა ღმერთს. და მე იქით ვეუბნებოდი ადამიანს, რატო მოკლა აფხაზი, სიძულვილი არ მაქვს მეთქი და ადამიანი ხო არ მეთქი და გაუცდნენ. არა მაქვს სიძულვილი, შენ თუ სიძულვილი გაქვს, სიძულვილი გადაგიყოლებს შენ მეთქი. ხო მოდიოდნენ ბიჭები, წავიდნენ, ხო? ბევრი და დარჩა იქ. ვინც დაიჯერა ამ საუბრის მერე გადარჩა. მოთხარი საწავიდე ახლა, ძალით არ მე რატო მოკლა აფხაზი, არაფერი არ დაუშავებია მეთქი ჩემთვის. მომეცით სიძულვილი აფხაზის და სიძულვილი წამეყვანს მეთქი და არა მაქვს სიძულვილი. ხო. არა მაქვს მაგალითად ოსის სიძულვილი და რატო წავიდე და რატო მოკლა ოსი გამაგებინეთ რა რომ იმიტომ რომ ის მიწა ჩემია? არ ცხოვრობ იქ აგრ ცხოვრობ რომელიღაცა ქალ თბილისის რაღაც უბანში და არა რა თქვია ის ჩემი მიწა არის და იმის მიწა დავიცვა და ამიტომ მიწა დარჩება და ადამიანი მოკლა ოსი მოკლა. ბიჭო არა მაქვს ეს სიძულვილი მართლა არ მქონდა და იცით რა ძნელია მოკლა ადამიანი თუ სიძულვილი არ აქვს თუ არ გაგაბრაზა თუ არ გამოგიყვანა წყობილებიდან თქვენ მოკლათ ადამიანს თუ რაიმე ისეთი ცუდი არ შემოვიდა? ახლა ესები პატრიოტული მოტივებით ახლა დავერიოთ ერთმანეთს ეს ხო იდეა ეს ხო დანაშაულია ხალხო. რატო შენებლობა იყო და ეს ახალგაზრდები რო გაწირა ზელენსკიმ და პუტინმა ესენი ხო ორივე დამნაშავეა, ორი ადამიანი დამნაშავეა. ამას ხელს უწყობს მსოფლიოს ეგენიც დამნაშავეები არიან. რატო ხოცავთ ამ ახალგაზრდებს? ვერ გავიყავით დედამიწა? ტერიტორია ვერ გავიყავით? რატო რისი გულისთვის კაცო? და საქართველოს კიდე რა ვიცი ახლა როგორ უნდა შეურიგდეთ ოსებს, როგორ უნდა შეურიგდეთ აფხაზს, ეიზახეთ ჩვენი ძმებია ჩემი. ერთი კითხე იმას ის ძმათ მიაჩნი ხარ. ეტყობა ვინც ამას იძახეს, შენ ეტყობა იქ ბავშვი არ დაგიკარგია აფხაზეთში. შვილი არ მოუკლია აფხაზებს წვალებით, ხო? მამას აბა ის მაგარი იქნება ის მშობელი, რომ მე ხო შვილი მომიკლა გამიგე აფხაზმა წავედი და იცი გადავეხვიე რა. იმასაც ხო შვილი მოკდა შევრიგდით მამები. მე ფიყიდა მოყმე კი არის იცი თვითონ, მაგრამ ეს პოეზია დარჩა. ხო გახსოვთ იქ წავიდე მეც იქ მივიდე სამძიმარ უთხრა ჭირისა. ისიც მეამბობს თავისაც მეც უთხრა ჩემი შვილი ჭირისა. გახსოვთ ეგა? იქნება ვეფხის დედა ჩემზე მწარეთა ტირისა. ორივე ხო მოკვდა ვეფხის და მოყმეც. მოყმემა პირში რომ გაიარა კლდისანი გამიგეთ გახსოვთ შეერკინა ამასა და იქით მე გადმოეკიდა სისხლი მახვევამდე აი ვეფხი კლდით გადამაეკიდა გამიგე მოყმე სულ ამომდინარი. ეს სიუჟეტი არის დახატული და მე სიზმრებში ხედავს ეს დედა რა წავედიო რა მე ვარ იქნებ ისეც ნახეთ როგორი ის არის პოეზია არის ეს მართლა ვეფხვეზე და ადამიანზე კი არ არის ვეფხვზე კი არ არის აქ აზრი აი ეს რო ვიძახით ვეფხისა და მოყმის ქვეყანა ვართო პრაქტიკაში სადაც ჩანს ეგა წადით ახლა და დედები რომელიც შვილები დაკარგეს ოსეთში და დედები რომლებმაც ოსმა დედებმა შვილები დაკარგა შერიგდით აბა მიდით
მაგარი ქრისტიანი უნდა იყო ეგ რო გააკეთო. ახლა ლოზუნგებით და მოწოდებებით რო შერიგება ხდებოდეს მეგობრებო კარგია. ამიტომ ვიძახი ქრისტიანობა არ არის მიღებული და ახლა წინ აღარ შემთხვევაში მთავრობა რას მოგიგვარებს და რას შეგარიგებს და რა უნდა გაერთიანდეთ აფხაზეთთან. ამიტომ არის გაჩერებული ეგ პროცესი 30 წელი, კიდე 30 წელი თუ იქნებით, მოახალთავ და აღარაფერი აღარ გეცოდინებო და მტრობა აღარ ეკრება. ხო, აღარ გეკრება. აი როგორც თურქეთის სიძულვილი არც ერთ ქართველს არ აქვს. გააქვთ თურქეთის სიძულვილი თქვენ? მე ვცხოვრობდი 5 წელი, ვერ დავიჭერდი, ნუ ახლა ჩემზე არ ელაპარაკე. არც არ არის, იცი? აი რა გაახსენია მოდიან. აშკარად ჩანს, რომ არავინ თურქეთს არ აკრიტიკებს, არც საშიშროებას გძნობენ. აი ფაქტურად გათურქება მიდის საქართველოში. აჭარის რეგიონის კაცი ხმას არ იღებს. ხო, მეჩეთებს უშენებენ, თურქებთან მოდიან, მაგრამ რუსეთი დაუძინებელი მტერია. იმიტომ რომ ახლო წარსული რუსების ნაგემი აქვს, რომ აი შემოცვიდნენ ტანკებით, გამიგებ, აფხაზეთში ხალხი დახოცეს, ეს ხალხი ცოცხალია. და მე ისტორიულად აი კომუნისტური რუსეთი თქვენი დედავატირე და სულ და გავიწყათ ირანი რასაკეთებ და მთელი ქართველი ქალები ირანმა გააუპატურა წაიყვანა და გაიკეთილშობილა სისხლი თურქებმა წაიყვანეს ჩვენი ქალები ბავშვები და დაიცალა მოსახლეობა დაცალა ქართველებისაგან რუსეთს კი არ გადაუსახლებია ქართველები რუსეთში ქალები კი არ გაუპატურებილა ქალები კი არ წაიყვანა იქა და გაიკეთილშობილეს სისხლი ნეტა მართლა ისე ყოფილიყო ხო რატო გაქვთ ეგ სიძული? მე მაინტერესებს, აი სიძული რატო არის ერთის და არ არის მეორესი რა. პასუხი გითხარით რატო? იმიტომ რომ არავის განცდა შეარ აქვს თურქეთი რას გვეკეთებდა ჩვენ მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17 საუკუნე, მე-18 საუკუნე. ეგ ხათაობა აღარა ცხოვრობს. და წიგნებს რო კითხულობენ, ახლა ეგ აღარ აინტერესებს საქართველოს ისტორია. საქართველოს ისტორია რო კარგად იცოდეთ, საქართველოს ისტორიაში დიდი ადგილი უკავია მტრებს ჩვენსა სპარსელებს, თურქებს, სულ მუსულმანებს. და მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიაში სოციალური პრობლემების წინაშე ჩავდექით და ჩვენი თავგასიებული თავადები ტანჯავდა ჩვენ ქართველებს. რუსების სასიამოვნოდ. ასევე კომუნისტური პარტიის ქართველები ჩვენს ტანჯავდნენ რუსები რო ესიამოვნებია დახოცა ბავშვები ხო რომელიც გაწასვლას აპირებდნენ. აწამებდნენ უშიშროების კომიტეტის თანამშრომლები და ვისაც ეგ ახსოვს სიძულვილი აქვს და არიან ეგეთი ცოცხალები. ხო, ახლა ჩემს სახლში არ ყოფილა ეგ ტრაგედია, თორე შეიძლება ჩემს გამჩენოდა სიძულვილი კომუნისტებისა და ადამიანებისა. ასე რომ უგებ მე იმ ადამიანებს, იცი რატო აქვს ეგ სიძულვილი და ეს არ არის კაი. აქ შემოყავს ჩვენ ქრისტე როგორც სიყვარული რა, სიყვარულია რა ეს ღმერთი ხო და შეიყვარე მტერიო ქრისტემად თქვა. აი ეს არ შეგვიძლია ჩვენ ნიჭიერა გვაქვს. და ახლა ევროპა იცით ჯერეთი ევროპის სიძულვილი რატო არა გაქვთ იცი? გიცხოვრიათ ევროპაში. და ქართველი ისეთი ტიპია. ასე მე ვიცი ახალგაზრდა კაცი ევროპის ციხეში მოხვდა და მითხრა რომ არ გამაგებინო. აი მიმიქარავს ეს საქართველოს ციხე ამაზე სანატორიუმია ასე მითხრა. რა იტყუება არ ვენდო იმ ახალგაზრდას? თავის თავზე გამოცადა ეგა. აი ვინც თავის თავზე გამოცადა. ხლა ის ხوار დაჭდება ტელევიზორში და ვინ ალაპარაკებს ამაზე, რას ქვასესურიან. აი ხედავ ინდივიდუალურ ევროპის ციხე, ერთ-ერთი ქალაქი, არ მინდა თქვა, რა ქალაქია და რა საერთო. მაგრამ ევროპა, მაგარი, აი თოლა, აი ქუხს დამძვინვარებს. რა ციხე იყო, ისა რა იყო რა. მოგონება სააკაშვილის თუნდაც რო იძახია, მაგრამ იმაზე ხმას ხوار იღებენ. ხედავთ? აი რაღაცა ცუდი განწყობა ხო წამოყვა იმ ადამიანს, იმ ქვეყანიდან. ხო, თუ სიძულვილი არა, ხო რაღაცა, ხო აი ამაც რა ეს დაბოღმილი. ასევე სიძულვილი ჩაითესა მამანი და მამანი საფრანგეთიდან ტყინარო ლექციებს გადმოცემს ის რომ არ მიიღეს. უგზო დადის და უკვე აი ვერ იტანს რა. ხო, აი რაღაცნაირად გამჟღავნებს ხოლმე. მე უცებ იცი არა ზოგი რაღაცა კაი აი რა ბოლომდე ხო არ მოგწონს სექშენ. ნელ-ნელა ითესება სიძულვილი. ხო. არ არის ეგრე. ასე რომ მეგობრებო, ქართველებს განცდაში აქვთ ევროპაში გიცხოვრია? თქვენ სიძულვილი არის თქვენში და სიძულვილი რო გავატანოთ, ღმერთს უნდა მივიღოთ ეგ. ქრისტე მოვიდა მაგიტომ, ცოდვილი ბუნების გამო არის სიძულვილი. სიძულვილის ომი აგრესია მოყვება. და რომ ქრისტიანობ თვითონ
სად ჩანს ეს თქვენი ქრისტიანობა? რანაირი ქრისტიანი ქართველი არ არის. და თან ევროპაზე წარმოდგენა ვის აქვს? ვისაც წარმოდგენა აქვს, ის არ წყვირის მაგაზე? ან იტყუება მაიმუნოს. ეხლა რა ევროპა შეუყვარდა ბატონ გოგიწოლიას რა მელაპარაკა, მე რა დღეში იყო, გისაკავდა. რა ევროპა შეიყვარდა? თანდათან სიძულვილმა ისე იფეთქა, რომ მიტრიალად სუდე დააგინა ევროპარლამენტის შენობას. TikTok-ზე რო დადო, ვაჟკაცი არის ხო, აქ ხო ქართველებსაც აგინა იქ იმის დედას. ხო, ბიზნეს ცოლს ესე იქ. ახლა იქ კაი ვაჟკაცობა სამტკიცებს. რატო გაჩნდა მასში სიძულვილი? თურქეთში ცხოვრობდი 5 წელიწად ნახევარი და არასოდეს არ შემიგინებია თურქეთი თქვენი სულ ყველაფერი მეთქი რა. თურქები. ადამიანები ხო ზოგან ცუდიც არის, კაი, არ შემიგინებია, რა შოშია სახელმწიფო. პირიქით. კეთილი განწყობით დავტოვე და როგორ გძნობდნენ იცი ამას? აეროპორტში როგორ გაგვაცილეს, რომ მეორედ რო ჩამოვედი კიდე თურქეთში, სტამბულში. აი როგორც შინაური ისე მიიღეს, გადავირიე რა. და თვითონ თურქმა სახლიდან გამოყარა სხვა ხალხი და ჩვენ დაგვითმო რა, გავგიზიდინო. ხო, აი იმ შენობაში რო უთხარი, გაყარა ეს ხალხი. და ჩვენ დაგვითმო. ასე რომ დიდი მნიშვნელობა აქვს შენ ვინ ახარ. და იქ იყო ხალხი როგორ იყვნენ იცი და დაბოღმილები ვიღაცებზე, ხო, იყვნენ. ახლა შენ სიძულვილს ატარებ და სხვაში რო ეძებ ამას კარგს, შენში არის კარგი? ასევე რუსეთის მიმართ სიძულვილი ღვივდება საქართველოში, მაგრამ მე მიკვირს 20 წლის ბავშვებს რატო აქვს რუსეთის სიძულვილი? ვინ შემოგიტანა ეგ? ესე იგი გიპნოზის ქვეშ ახარ. პროპაგანდის ქვეშ ახარ. კონკრეტულად შენ რუსეთს ამე პრობლემა ქონია? აი რომ დაუსვა ყველა იმ ახალგაზრდას, არა ვარ ახლა ეკათორე ლექციებზე სულ აი ამას ვილაპარაკებდი ახალგაზრდებში. ჩემი აზარტი არის ახალგაზრდებთან აი კითხვა, პასუხი რაღაც და შენ გეტყვი მე არასოდეს არ მქონია კონფლიქტი მთელი 10 წლის მანძილზე აუდიტორიაში. არასოდეს არ მქონია ხო 10-8 წელი ხო რაც ვიყავი რომ დავანები მე თავი. არავისთან არ მქონია კონფლიქტი. არც სკოლაში ბავშვებთან კონფლიქტი არ მქონია არავისთან. რომ აი სიძულვილი წადი თქვენი. უბრალოდ ძალიან მოუმზადებელი იყო ბევრი უწიგნო, არც დავცინოდი არავის, არც მასხრათ არ ვიგდებდი. ხო. და იყვნენ ძალიან მეგობრულად ჩემთან, ხო? არც აცდნენ და საერთოდ არ ჩორდებოდა ბევრი რა. გარეთ გამოვიდოდი, ხალხი დაყვეს, ალეკო ცინცაძეს უკვიდა, რატო დაყვება ეს ხალხი? ქუჩაში აქედან ხედავს 4 კაცი, აქედან მოყვება 4 კაცი, იქიდან მოყვება და კითხვა დამისვა ერთხელ სახში წამო. ალეკო ცინცაძე ის რო დაჩხაპნა რაღაცა სისულელე, ხო, გემატრია და რაღაცები, კაცი რა ელექტრონიკის დოცენტი რო იყო გგბ-ში. ერთხელ სახში წამოყვანა მანქანით. და იქ მისვამდა კითხვას, კათედრის იყო ჩვენთან. ეს ხალხი რატო დაყვება? რა ვიცი მეთქი რატო დაყვება? რა იმას არ დაყვებოდა ეთყობა. რატო და ყველას სითბო უნდა იცი, ყველას რაღაცა უნდა. აი ეს გერმანიაში რო ახალგაზრდა დოქტორი რო არის თეოლოგიის, ის ინსტიტუტიდან რო წამოვიდოდით, ხო კითხვას იმისა, რო ჩაჯდებოდა ავტობუსში, ჩემკენ ცხოვრობდა. არ მშორდებოდა. ბოლომდე აი კითხვებს სიქას მაძერობდა. ისე იყო ჩემთან გამიგო რომ მე დაღლილი ვარ დასვენი ვარ ხო გძნოდა აი ავტობუსში რა გილაპარაკოს აღამო აკვე ხო მივდივარ და სახში ჩემამდე იქით ცხოვრობდა სანზონაში და აი იქამდე სულ მიმაცილებდა ხოლმე იცით ძალიან ბევრი საბურთალოდან ტიპები გამომყვებოდნენ მეტროც ერთხელ წამოვიდა ისე უკან დაბრუნდნენ მომაცილეს სახში ტრაბახით კი არ ვამბობ ფაქტს გეუბნებით და აი ახლა მე რო ყოფილიყავი რა საინტერესოა უნივერსიტეტში აი ლევანი რო არის ნეტა აი რა ლიტერატურაზე ელაპარაკები კონტაქტი არის აი ყველაფერი ამას აუხსენეთ იცი მე რა ხდება ეს ყველა ევროპა რა არის აი ვეტყოდი აი რა სიძულვილი გაქვს სკოლაში ბავშვებს რო შევედი მე-10 კლასელე მე-9 კლასელე და თან მითხრეს ის ყველაზე ველური კლასიაო და ვითომ მორიდებით მეუნება რა გინდა კაცო რა ველური მეც ვარ ველური მეთქი კაცო რა პრობლემაა დირექტორს ვეუბნები შევედი ეს ყველაზე ესეთი ნომერ პირველი კლასი რომელიც არავის არ ექვემდებარება და დირექტორსაც რაღაცა უდიერად და რა ვიცი 1000-იანი ჭორები გავიგე გამიგეთ შევედი ამ კლასში ხო და ვნახე სიძულვილი დირექტორის მიმართ აი დავიწყე კითხვა აი რატო გაქვს სიძულვილი რა გინდა სკოლაში აი ეს ლამაზად კითხვები პასუხები რაღაცა სიცილი ხარხარი მთელი ამას შემოვიდნენ დათმა მდგომარეობა აუხსენი რა არის სკოლა ვინ არის აქ რატომ არის დირექტორი თუ დაცინი და დირექტორი არ ვარ და სკოლა არ ვარ და მასწავლებელი არ ვარ ახ რატო დადიხარ მეთქი წინააღმდეგობაში დავიჭირე
ხო და ბავშვები ხო აზროვნებენ კაცო. როცა უკვე ხარ 16-17 წელისა და რაღაცა კუდი ყავარზე გეუნები, რა სად არის შენი სიამაყე? ასეთ სკოლაში მე არ ასეთი განწყობით მე არ სკოლაში არ გავჩერებული ვარ მეთქი და უთხარი ჩემი ისტორია. სადაც მე უკვე მართლაც ეგრე იყო, ისეთი სიძულვილი მქონდა სკოლის, აი გელაპარაკებით რა, ეხლა ამას ნებისმიერ დროს შემიძლია ეს ვთქვა, ისეთი სიძულვილი მქონდა მე-6 კლასამდე გავწელი რა. და მოგიყევით რატო? რა არის ჩაგრავდნენ რა, აი მასწავლებლებიც, თელერიგიისერი და ვიყავი ველური, და სულ გაზეთებში ვიყავი გამოკრილი. აი როგორ შეიძლება ესე მოზარდი 12 წლისა ვარ, ვერ გამიგე რა არის. ესე სად არის არც პედაგოგური ნიჭი ქონდათ არაფერი. და უსამართლოდაც მსჯიდნენ გამიგე და ამას როგორ იმას ვიზამდი, ახლა ქვით ლეწავდი ფანჯრებს და ხან რა ვიცი, მოკლედ არ ვინდობდი არავის რა. და გამივარდა ხმა როგორც აი ველური, როგორც აი გამოუსწორებელი, ამის რადგან საკითხი რომ რა ვქნა კოლონია და რაღაცა სისულელე გამიგეთ და ჩემთვის სკოლა იყო ეს იყო ციხე. დავანებე თავის არც არავინ არ იცოდა. მე 6 კლასამდე ძლივს მივედი. ხო, თუ და სუჩხუბობდი. აი სულ რა, აი სულ და აბა მინიმეს რამე გაებედა. მასწავლებლზე გაბრაზებული მოწაფე შევდგებოდი წიხლებით, ქვებით, ყველაფრით, აი კბილებით, ფჩხილებით. გამივარდა გიჟის სახელი და ყველა მერიდებოდა მასწავლებლები. რო ხელი შემოbrunება ის არის რომ და მასწავლებლებს რომ ის სამელეთ დაუხეთქე იქა თავში ხო არ ვთხოვე რა, რომ გადავირიე რა. ხო. სიძულვილი ჩამითესეს გამიგე? სკოლის რა. ეს ხომ ახსოვდა მე. ხო, და მე რომ გავიარე ეს ყველაფერი ინსტიტუტში, არც ერთი ლექტორი არ მეზიზღებოდა. არც ერთი სიძულვით, ბავშვები რა დღეში იყვნენ სტუდენტები, რატო ვერ გავიგე, აი რატო? წადი მაშინ მიატოვე სასწავლებელი. ნიშანი გინდა. შენ მაღაზე ჭკვიანი ხარ? თან ბავშვებს რო ეუნებდი, მიხვდნენ იცი? აუხსენ, აი ლოგიკურად, აი სკოლაში დირექტორის ფუნქცია რა არის? შენ უფრო მეტი იცი მეთქი? მაშინ შენ იქნებოდი დირექტორი. არიც ბავშვებს შეტანილი ქონდათ, აი ვაშკაცობენ, ვითომ უნდა იყვნენ ჩილონ რაღაცა, უნდა დაცინო ვიღაცას. მოდი აი მედამცინეთ მეთქი, აბა დაიწყე, აბა რამე შეგიძლია? აი ესეთ საუბარი უფრო მუხტავს სიტუაციას, უკვე მეგობრებენ, შემოდიან კონტაქტში და უკვე ავტორიტეტი რო ხარ გაჩუმდებიან და ბუზის გაფრენის ხმა აღარ არის. არ ისმის. აი ხო ბუზის ხმა აღარ ისმის, ბუზიც კი კვდება. და ახლა როცა მიდიხარ, აი დღესაც ახალგაზრდები რამდენი სამუშაო არის, ხო, გამოდიან რუსების სიძულვილით ხახნოდა. ვინ შეიტანა ეს სიძულვილი? ლექტორმა ხო? ლევან ბერძენიშვილმა ხო? რუსები სიძულვილს რატო თესავ? რა კიღა სიძულვილია მასში? რუსების ადგილზე მე სხვა იქნება. მე კიდე იმსაგზე სხვა, ესე იგი პედაგოგის მოვალეობაა რომ სიძულვილში დავტოვოთ ახალგაზრდა? რატო აკეთებ ამას რა? და გამოდიან და აი ეს ხალხი არის მიტინგზე ახლა მიდიმოდეს. არ გვინდა რუსეთი, წაითრიეთ სახში. და ბავშვს რო შეიკითხები, შენ რაღა მოგივიდა კაცო, საიდან აგაქ ეს სიძულვილი? სადა სიძულვილის ინსტიტუტს ამთავრებ? შენ მაინც რა მოგივიდა? დაგაზარალეს? აი ვისაც დააზარალეს, გასაგებია ოჯახში დადგა, ხმარი მოუკლეს, შვილი მოუკლეს, ის მოუკლეს და იმასაც კიდე თუ გავამართლებ, კი არ გავამართლებ, გავუგებ, მაგრამ ვეტყვი არ დარჩე მაგაში რა. დაიღუპები. ეგ სიძულვილი შენ ბოლოს მოგიღებს. სიძულვით არ შეიძლება დატოვეს ქვეყანა. არც ერთი ადამიანის სიძულვილი არ უნდა დაიტოვოთ ხა, ეს 100%-იანია. და ამაზე უნდა იმუშაოს ადამიანმა. კი, გვიშლიან ნერვებს, სატანა აკეთებს ამას. მაგრამ უდარჩებით მარტო. ხო უნდა დაიწყოს ამის გაფილტრა, გაწმენდა და მე გადაადა რაღაცნაირად სიყვარულით განიმსჭვალო ადამიანთან, ის იგრძნობს ამას, იცი? თუ არა და მოშორდები რა პრობლემაა? და მოზარდმა არაფერი არ იცის, ახლა სკოლაში დადიხარ. ადესტატი გინდა და დირექტორზე кайფო ფაქა? რა ვაგარი ვაშკაცობა ბიჭო? რა ვაგარი ვაშკაცობა? დატოვე სკოლა წადი მეთქი. არა პატმას, არა. ხო, ესე იგი ადესტატიც გინდა რა. და მას ადესტატი რომელიც გაიცემა იდიოტი მასწავლებლების დირექტორის მიერ, რადგან ისე იგი შენს იდიოტი ხარ მეთქი? ხომ? იღებს შენ დირექტორს ხელს მოწერს ადესტატი. ხო იდიოტია. იმათ ვარ დებილი. აი საწერს ხელს. ესე იგი შენს იდიოტი ხარ.
ხდებოდნენ სიცილით ბავშვები, რა თქმა უნდა მეც მეცინებოდა და გადამდები იყო მაღაზე და თან კიდე მე ცოტა ასეთ ვინც ყოჩი იყო ხო იცით ის ყოჩი არ უნდა დავამციროთ კლასში არის ლიდერი და ლიდერთან აბშირის რო გაიბევა უკვე მორჩა ის დააწყნარებს ყველას ეს არის ციხეშიც იცით რა საინტერესო სამუშაო იყო ჩემთვის მაგრამ მაგრა ვიღლებოდი მოვდიოდი აი გათანგული რა და თელ ენერგიას ვდებდი თელი სიყვარულს აი მართლაც აი ძალიან ისეთი ის იყო რა აი მეგობრული დამოკიდებულება მიხაროდა რომ მივდიოდი სკოლაში გამიგე მაგრამ ამის ვებდო დირექტორი გადამერია მე ვაიმე ვერ გაიგო ზვიადისტი ვარ ისა ვარ თელი მშობლები რა ამ დროს შეშემწუხდი რა გინა თუ არა მოდიო რა არილაპარაკო რა ეს ილაპარაკეო რა ეს პროგრამაო რა აი და მაშინ იყო რომ უთხარი რომ არა მაშინ წავალ მეთქი რა გაცრათ არ გეწყინოთ ფაქტოეთ გავუხართ საწყალი რა არ იყო მაშინ მზად დირექტორის საწყალი შეეშინდა იმას და აი ნახეთ მე გამოამჟღავნე სიყვარული დირექტორის და არ დაუწყე ჭიჭყინი ვინ კითხავს შენ არა მით უმეტეს არაფერს არ მეუნება ჩემინებით წამოვედი განათლების სამინისტროს კი არ უთქვია იმან დამიძახა განათლების სამინისტრო ერთი რომ ეთქვა განათლების განყოფილების გამგეს ეს დირექტორი რაღაცას მიხურებს მეთქი ტყავს გააზროთ რა იმიტომ რომ ფაქტი რა გაქვს რა ქუჩაში დარბის ბავშვები ეწევიან აღვირახსნილობას ვასწავლი მშობლებს ცემატყება გავამართა ეს ფაქტი მომიტანე და ეხლა მე ლიტერატურას სხვანაირად ხსენი და ხელოვნებას და ესთეტიკას და ეთიკას ესაგნები იყო მაშინ ესე და ეს შენ არ მოგწონს ხა შენი პრობლემა არის ხო მაგრამ შემეცოდა იცი გავუგე მაგრა გავუგე რა შეშინდა იცი რის შეშინდა ადგილი არ დავკარგო რომ მშობლები ურეკავ და განარამ ისეუნე ვინ მოვიდა სკოლაში ასეთი ბავშვები აი გაოცებულები არიანო და ამან ვერ გაიგო კარგად ბავშვები აღტაცებული რომ შედიან შთაბეჭდილებას მშობლებს ხო უყვებიან ესე იყო რა აი შეეული და აბა დღეს ვინც შულებთან მშობლები ახლოს არიან ისინი ყვებიან შთაბეჭდილებას ახალი რაღაც არის ახალი მასწავლებელი მოვიდა დაუსრულებლად წარმოვიდგინე რა მოხდებოდა და მასწავლებლები სულ სკოლაში რო ცხოვრობენ იქა იქვე იყვნენ და დაურეკეს დირექტორს იმისთვის ვინ მოვიდა ასეთი ვინ არის ხო რასაც სწავლის ეს დაფთხა შეშინდა დამესწრენ დირექტორი სასწავლო ყველა დამესწრო რიამბუებივით ვერაფერი ვერ გაიგეს არაფერი არ უთქვიათ გავიდნენ ხო და თუ რამე იყო ისეთი ადმინისტრაციული შენი დამადე სასჯელი და შენ მეუნები ეს არის ლაპარაკო და ილაპარაკეს რატომ მეუნები ამას რასაც ვლაპარაკობ იმის ნაყოფი რა არის ვინმე გაგინა ვინმე იმას ხო არ ვეტყოდი ახლა დირექტორზე რა ვილაპარაკე იქა და როგორ მოსწავლეს რა ეგ რომ მოესმინა იმას ალბათ გადაირევოდა იმისთვის ხო არ ვლაპარაკობდი მე ბავშვი მაინტერესებდა სიძულვილი რატო ქონდა დირექტორის თორე ისე ჩვენში დირექტორი მაგარი დებილი იყვის ისტორიის თქოს სპეციალისტი ისტორიის კითხულობდა და დაცინოდნენ ბავშვი აფილერი წოდა და გრძნობს ინტუიციურად ბავშვი გრძნობს იცი საგანის მასწავლებელი რომ დებილი არის რა და ავტორიტეტი რო აღარ ახარ იცი მე იმის ადგილზე დავტოვებდი სკოლას რატო უფრთხილდები იმაზე დირექტორი ავტორიტეტი აღარ ახარ სკოლაში არც ფიზიკური ავტორიტეტი გაქვს არაფერი მეგობარი იყო ავტორიტეტი იმაში მაიწყოდა კალათბურთსაც მაგრა თამაშობდა კარივიც მაგრა იყო ყოჩებს რას ეუნებოდა იცი მოიცე რა წამწამო დარბაშიო ჩააცმევდა ხელთათმას დაუწყებდა ლაწე მოაჯენდა აი ეს გააჩერა ხელში აიყვანა სულ და მთელი უბნის მშობლები გახარებული იყვნენ რომ სკოლაში მოვიდა დირექტორი ჩემი შვილი ჩააბარეს ამას ჩააბარეს დისციპლინა სკოლის ტერიტორიაზე კაცშვილი პაპიროს არის ვერ მოწერდა იმიტომ რომ თამაშობდა ბავშვებთან კალათბურთში ჯობნი და იმასთან ერთად წამოდი აჩხობი გინდა წამოდი გასწავლი რა არის როგორ არის ნახეს რომ დირექტორი ყველა სეგუნა არის ჩოილარა და მიხვდნენ რომ ესეთი დირექტორი არ ყოფილა სკოლაში ჩხუბიც ფეხბურთსაც თამაშობს კალათბურთსაც თავს იკლავს პოეზია იცის ელექსაობდა ის ფილოლოგია საათებს ასწავლიდა ლიტერატურაში არიან ჩვენი მეზობელი მეგობარი იყო და მაგასთან ვიყავი მე რელიგიის მასწავლებლად თქვა ღვთელი არ მინდა აქა და წამორა ძალიან გთხოვდა ყველა პირობას თუ შემისვლო წამოვალ და შემისვლო არ უნდა იყოს სავალდებულო არ უნდა იყოს ისე დროს არ დამინიშნოს სკოლის გაკვეთილების მერე დაინიშნოს ეს და ნებაყოფლობით მოვიდეს მოწაფე არ იყოს ეს სავალდებულო ძალით არ მინდა ბავშვები იჯდეს დამთავრდა ამაზე და
მართლაც სკოლა გააკვეთილების დამთავრებისას ვისაც აინტერესო ის რჩებოდა. ასეთი კი 6-7 ბავშვი იყო. ეს უფრო სწორი არ არის? ვიდრე შევყავ 40-ვისა და დაბოღმილები იყვნენ იქ. რა მინდა ეგამე? რელიგია, რატო დავაძალდა ბიბლია და თელი რიგი რაღაცები. დღეს კიდე ისეთი თაობა მოდის ამ ინტერნეტით, უფრო საინტერესო არის მათთან მუშაობა, მაგრამ ისეთი ხალხი ჩაუყენეს, მაგრამ ძველი კომუნისტები რომ გააჭყიპეს ამ სიძულვილით რა და ფსევდო სიყვარული ევროპის. ეს ხო სწორი არ არის. ეს როგორ შეიძლება ახლა ფსევდო სიყვარული ევროპის 18-19-20 წლის ახალგაზრდებს და უყვები ევროპა რა მაგარია და არც კი ცხოვრია. ტურისტულად წავიდა ლევან ბერძვის შემოიარა და დაცინი იმ მდგომარეობას რომელსაც ბავშვები იზრდებიან საქართველოს მთავრობას იმას შეიძლება მთავრობას დაცინოს ლექტორმა? სკოლის დირექტორს არ დაცინოდი იქ რო ვიყავი რო იცოდეთ. არ შეიძლება ეგრე რა. იმიტომ რომ იქ არ მე დაქვემდებარებული ის არის. უпроси მე რა რომ ინტელექტით ჩამორჩება, მაგრამ სტატუსით ის ამაღლებული არის. ის დანიშნეს, მე კი არა. ამიტომ რა პრობლემაა ეგა? არ გინდა წადი. და როცა დამიყენა საკითხი ესასწავლეო, ხო არ დავიწყოდი შენ უტვინო ხარ და რა, ხო კარგი, ამას მე ვერ შევძლებ მეთქი და ამას ყველა შეძლებს სხვა, მე რა საჭირო არ მეთქი ეგ. წავედი, მე იქ რა დასას მიწედა განათლების სამი, ალბათ მიწედა რომ როგორც კათედრაზე მითხრეს რომ ვაფშებს უთხრეს ისინი აქ დეპრესიაში ჩავარდაო, ხო მოატყუეს. ესეც მოატყუებდა იმ ბავშვებს. იმიტომ რომ პირობა შეუსრულე, არ უთხრაო რა ბავშვებს რომ მიდიხარო. რატომ მიდიხარ? ეგ პირობა შეუსრულე დირექტორს. რაღაცაში ხომ და ვარგოდეთ სიტყვას რატო უნდა აუხსნა ბავშვები იცით რა არის აი დებილი ხარ დირექტორი და დებილი და იმ ბიჭისთვის რომ მეთქვა ხა ის ხო მე სულ დედასაგინებდა იმ დირექტორს ძლივს ამოუღეს სიძულვილი დირექტორის თავიდან ხო ამიტომ ეს რაღაცას ეთყოდა იცი ამ წავიდან რაღაცა იცი არ შეეძლო ან რაღაცას ეთყოდა ისეც რომ ესენიც დაეწყნარებინა რა ბავშვები და მე არ მითხარ ეგ ამას ეგურა მე ავიდოდი ახლა და აუჯანყებდი დირექტორის დებილს ამას ეგ იყო 88-9 წლები? ხო ეგ წლები იყო მე მგონი, ხო უკვე ის მეიწყებოდა რა გორბაჩოვი და ზვიადიზმი და ეშინოდა იმას ეგონა მე ზვიადისტი ვარ, ისა ვარ, ესა ვარ, ვერ გაიგო ვინ ვიყავი მე. დაწყალე რა ზვიადისტი და რა ის ადამიანი ვარ პირველ რიგში რა. ზვიადიზმი გვინდა ახლა ჩვენ კიდე და ეს სტალინიზმი კიდე. ჩემი უპირატესო ის არის შემეცნება. აი ეს არის ჩემი ხო, არა გადახდა. ხო, შემეცნება. აი ეს არის სიამონებას მანიცებს შემეცნება. აი რაღაცა გარკვეული როგორი ბჭყალებს შემეცნებითი გართობა. ხო, რა რაღაცა ისეთი კითხვები, რომელიც რაღაცას შევიძენ, რაღაცას ვისწავლი. ისე ახლა გადაობა და სიძულვილი. ხო და რატომ დავცინო ვიღაცებს, ხო? სამუშაო მართლაც საინტერესო ადამიანი როგორია, მით უმეტეს ახალგაზრდები. მე ისინი გასწავლიან რაღაცებს, ბევრ კითხვებს სვამენ, გაუცნობიერებს და გაფიქრებენ, მე წიგნებსთან მიგიყვანენ. ხო, იმათ წინ უსწრებს შენ წიგნებსთან ურთიერთობა იცი, მათ ჯერ არ იციან, მაგრამ კითხვებს ხო სვამენ. ხო, ყველაფერი შეგზენო ხო არ იქნები. ამიტომ კითხვებს რომ სვამდნენ მეც ვსწავლობდი ბევრ რაღაცებს. ხო ფიქრობდი ხო თუ რაღაც არ იყოს სწორა კითხვები იმას ვაწარმოებით რომ გაესწორებინა კითხვები რომ არ არის ყველა კითხვა არ არის სწორი მე კითხვა შეიძლება შენი არ არის და სხვისია სხვისი კითხვა რატომ მოგაქვს ჩემთან შენი ტკივილიდან დაისვას კითხვა შენ რა გაწუხებს შენი წუხილიდან დამისი კითხვა თორე ეს ვიღაცასთან მოისმინა და ეს კითხვა მომიტანე პირველ რიგში შენ ეს გაწუხებს ხო, ვისაც აწუხებს ის არ არის ჩემთან და შენ იმის კითხვა მოგაქვს. მე შენ ამას მოისმენ იმასთან მიხვალ და შეიძლება კონფლიქტი გააჩაღო. ხო, ესე ადვილი არ არის ურთიერთობა ხალხთან. ადამიანებთან და ხლა საქართველოში რა ხდება ამაზე ავაგეთ საუბარი ჩვენ. აი ეს რა არის? არც ის არის რაღაცა ამის ახსნა განმარტებები, თადის ახალგაზრდები იგინებიან. ხო, რაღაცა ევროპა მინდა ხო და რაღაცა მარიაჟობენ, იქ ეპატაჟობენ. რაღაცა გულის ამრევის სიტუაციებია და მე აგრესიას ამჟღავნებენ, მე ესენიც უპასუხებენ. აი თუ უპასუხეს რა პოლიცია ყავს, ცემენ, ურტყამენ. რა მეძაღა თუ შენი ბრალიც არის ბევრი რაღაცეები, ხო, რატო გამოიწვიე ისა? აბა მიზანი არის ჩემი ცემა? არ გამომიწვიო, ანუ გააკეთებ მაგას, ხო? ხო, აფურთხებ, აგინებ, ქვას ესვრეთებს და
პასუხის აღარ გაქცეს. ეგრე ადვილი არ არის ეგ. ასეთი ევროპის ქება და რუსების გინება ეს რა ვიცი, სახელმწიფო ასევე რა შენდება. ამიტომ არჩევნების ხელახალი დანიშვნით არაფერი არ შეიცვლება. არა, რას ლაპარაკობ, ხალხო აირევა სიტუაციები მაღალ დონეზე რა. ვიღაცას ეწყინება, ქოცები და არ გეუნებთ რომ ქოცებია და ნაცები, გეუნებით პრობლემა სხვაგან არის. ამ პრობლემას თუ მივაგნებთ ერთით